მოგცევა მირიან მეფისა და მისთანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩვენისა ნინო მოციქულისა მიერ. პირველად ვახსენოთ ცხოვრება წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩვენისა და ყოვლისა ქართლისა განმანათლებლისა ნინო მოციქულისა. რომელი ესე თვით მანვე ნეტარმან მოგვითხრა ჟამსა აღსრულებისა მისისა, რომელი აღწერა მორწმუნემან დედოფალმან სალომე უჯარმელმან, ძის სოლმან მირიან მეფისამან, ასულმან თრდად სომეხთა მეფისამან. და იყო მათ ჟამთა შინა, ოდეს წმიდა გიორგი კაბადუკელი იწამან ქრისტესთვის. იყო კაბადუკიად ქალაქით კაცი ვინმე მთავართა შესაბამი მონაღვრთისა, სახელით ზაბილონ. და ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისამსახურებად და ნიჭისა მოღებად მისგან. და მათვე დღეთა შინა კაცი ვინმე იყო კოლასტრას შინა. და ესხნეს მას ორშვილ, ძე და ასული. და სახელი ძისა მისისა იობენალი, ხოლო ასულისა სოსანა. და აღესრულნეს მეუღლენი იგი და დარჩეს დაძმანი იგი ობლად და აღდგეს და წარვიდეს იგინი, ქალაქად წმიდად იერუსალემად. და იმეტყვეს იმედი იგი ყოველთა ქრისტიანეთა წმიდა აღდგომა და მიევედრნეს მუნ, ვინაცა ძმა ესე იობენალი მიემთხვა დევტალარობასა, ხოლო და იგი მისი სოსანა მსახურებდა ნიაფორსა სარა ბეთლემელსა. ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკელი სახელით ზაბილონ, რომელი ვახსენეთ, მიიწია ჰრომედ წინაშე მეფისა. და აღდგომილიყვნეს მას ჟამსა ბრანჯნი ბრძოლად ჰრომთა, ველსა ზედა პატალანისასა. და მოსცა უფალმან ძალი ზაბილონს, ჭაბუკს ამას კაბადუკელსა უძლეველი და ქმნა წინა აღდგომა მტერთა მიმართ უზომოთა და აოტნა ბრანჯნი და შეიპყრა მეფე ბრანჯთა და ყოველნი იგი მთავარნი მათნი და მიიყვანნა იგინი წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი. მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ და ევედრებოდეს ზაბილონს. მოგვეც პირველად სჯული თქვენი და შეგვიყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქვენისასა და მაშინღა იყავნ სიკუდილი ჩვენი, რამე თუ შენვე შეგვიპყრენ და შენვე ყავ ესე ჩვენ ზედა და უბრალო იქმნე სისხლისა ჩვენისაგან ახოვანო. ხოლო ზაბილონს ვითარცა ესმა ესე, მსწრაფლა უწყა მეფესა და პატრიარქსა სიტყვა მათი და მოსცეს ნათელი ხელსა ქვეშე ზაბილონისსა და შეიყვანეს ტაძარსა შინა ღმრთისასა, აზიარნეს წმიდათა საიდუმლოთა, ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა და უჩვენეს მათ დიდებანი იგი მოციქულთანი. და დილეულადრე ადგეს ბრანჯნი იგი და შეიმოსეს სამოსელი სამკვდრო და განვიდეს ადგილსა მას კაცის სამკვლელოსა და სისხლის დასათხებელსა, ილოცვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის ღებისათვის და იტყოდეს, ჩვენ სიკუდილსა შინა უკვდავართ. რამე თუ ღირსყნა ღმერთმან ესე ვითარსა დიდებასა მიღებად, საგზალსა მას დაულევნელსა, ხორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა ღმრთისა უკვდავისასა, რომელი უმაღლეს არს ყოველთა მთათა და უქვესკნელეს ყოველთა უფსკრულთა, რომელი იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ხოლო ვაი ნაშობთა ჩვენთა, ნაყოფთა სიმწარისათა და მკვიდრთა ბნელისათა და ხმობდეს, მოვე딘 მეხრმლე და აღიხვენ თავნი ჩვენი ჩვენგან. ამას რა ხედვიდა ზაბილონ, აღიძრა გონებითა და ტიროდა მწარედ, რამე თუ ვითარცა ცხოვართა თავნი მათნი წარკვეთად მოიდრიკნეს და მოსიკუდიდ მიეპყრნეს და ვითარცა კრავთა შვილთა მათთა საწყალობელად იგლოვდეს. მაშინ მოწყალე ქმნული მათთვის შევიდა ზაბილონ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა იგინი მეფისაგან სამკვდროდ შეკაზმულნი და მიმადლნა მეფემან და რქვა, მიმინიჭებია იგინი შენდა და რაიცა გნებავს უყავ მათ და განუტევნა იგინი. ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილონს, რათა წარყვეს ქვეყანასა მათსა და მისცეს. სჯული ქრისტესი, ნათლის ღება წყლითა ყოველსა ერსა მათსა. ხოლო მანისმინა ვედრება მათი და მოითხოვა მღვდელი პატრიარქისაგან და ბრძანება მოიღო მეფისაგან და წარვიდეს სიხარულით. და ვითარ მიეახლნეს დღისა ერთი სასავალსა, მივიდა წინა ამბავი ვითარმედ. მეფე ცოცხალი არს, მოვალს და ყოველნი მთავარნი მისთანა.